გოგოებო, ყველას მოგესალმებით, დიდი სიყვარულით. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, დღეს გამეღვიძა დილის 4 საათზე. რა თქმა უნდა, ვიდეო ჩაგიწერეთ, გამოგვიგეყნეთ ჩემს მეორე არხზე და ეხლა არის 7 საათი და მივდივარ უკან დასაძინებლად, იმიტომ რომ დილიდან ვიმუშავე, პიანინოზე დავუკარი, ვიმეცადინე ცოტა და დღეს გადავწყვიტე, რომ არ წავიდე დარბაზში და არც აუზზე. და დღეს მინდა რომ წავიდე და შევიძინო წიგნი, იმიტომ რომ არ ვიცი ვინც იცით და ვინც მიცნობთ, მე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. რეალურად ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, საინფორმაციო საერთოდ არ ვუყურებ. რაც შეეხება ვუყურებ ფილმებს მხოლოდ ისეც, რომელსაც შეუძლია რაღაც მომცეს ახალი და რაღაცა ახალი გავიგო. და იყოს meaningful, რაღაც აზრი კონდეს ამ ფილმის ყურებას, დანარჩენი ფილმებს არ ვუყურებ, სერიალებს საერთოდ არ ვუყურებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტური დროის კარგვა. ამიტომ ეხლა მინდა რომ ცოტა დავისვენო, არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ცხვირზე რაღაცა ამომიხტა და ესეთი რამე ჩემთვის საერთოდ არ ვიცი რამდენად ჩანს ახლა აქ. ესეთი რამე ჩემთვის საერთოდ არ არსებობს, ანუ სახეზე არ მაყრის ხოლმე, მაგრამ აი ცხვირზე რაღაცა მარტო რქა ამომივიდა და ამაზე ვნერვიულობ ძალიან. ერთ სიტყვით დღეს უნდა წავიდე და შევარჩიო ლიტერატურა. რეალურად მჭირდება ხოლმე ერთი კვირა წიგნის წასაკითხად. ეხლა ხანს გადავიკითხე კიდევ ერთხელ ოშო და სიყვარულის შესახებ და ცნობიერების შესახებ და მანამდე წავიკითხე კიდე მილიონერის mindset. Millionaire mindset, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, მილიონერის გონება, როგორ უყურებს მილიონერი მილიონებს და ზოგადად როგორი ასე ვთქვათ, შეხედულება აქვს მილიონებზე, როგორ უნდა გამოიმუშაო თანხები. და ძალიან დიდი ხანია მხატვრული ლიტერატურა არ წამიკითხავს და წლებია და საერთოდ არ მიზიდავს, ძირითადად ვკითხულობ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, ინვესტირებას ან ბიზნესზე. ამიტომ დღესაც მინდა რაღაც ისეთი სამოტივაციო წავიკითხო, იმიტომ რომ ეხლა ამ ეტაპზე გავდივარ ისეთ პერიოდს, როცა საკუთარი თავის ტრანსფორმირებას ვახდენ, მე ყოველთვის ვახდენ ჩემი თავის ტრანსფორმირებას და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მე თუ ძალიან ბევრი გოგონას ნასწავლნიცა ვარ, მეც ჩემი ნასწავლნიკები და ჩემი მასწავლებლები მყავს, ვისთანაც გარკვეული სახის პრარაბოტკებს ვაკეთებ და შესაბამისად ვიბრაციულად მაღლდები, იმიტომ რომ ჩემზე ბევრად მაღალი ვიბრაციის გოგონები და ქალები არსებობენ. მე პირადად ვინც მყავს, ერთი არის არაბი, რომელიც ცხოვრობს ეგვიპტეში, მასთან უფრო ეზოთერიკის კუთხით შვები ხოლმე ვითარდები, მეორე არის რუსეთში, რომელთანაც აი ეს ვიბრაციები, ქალური ვიბრაციები, ფემინური ვიბრაციები და ბიზნეს ვიბრაციებს ვიმაღლებ. ამიტომ აი ახლა ამ რაღაცა პრარაბოტკაში ვარ და შესაბამისად ძალიან რაღაცა მე მგონი გუშინ წინ დავამთავრე ეს წიგნი და აი მართლა არ შემიძლია, მინდა რომ რაღაცა ახალი დავიწყო და რაღაცა ახალი შევიცნო. როგორც ჩანს, ზუსტად ესე ვარ ხოლმე, ხანდახან დასტები მეძახის, ახალი დასტები მჭირდება, ხანდახან ახალი წიგნები მეძახიან და ზუსტად ვიცი რომ დღეს რაღაცა საინტერესოს აღმოვაჩენ, მოკლედ. ეხლა რომ გავიღვიძებ, დღეს უნდა შევქმნა დღის ვლოგი და ვნახოთ, ესე იგი, როგორ ეს ჩემი გაკვანძული, სარდაი დიდი მაქვს, გრძელი მაქვს ეს პლეჩოები. მე არ ვიცი, ვერც ერთი ღამის პერანგი ვერ ვიპოვე, რომელიც პლეჩო მაქვს კარგად, ნუ დავიღალე. ერთ სიტყვით. ხო და მე უნდა ჩავიცვა და წავიდე. სხვათა შორის ამ ბოლო ხანებში ძალიან როგორ თქვა, გამომწვევად არა, მაგრამ რეალობისთვის გამომწვევად ჩაცმა დავიწყე. ანუ მაგალითად მანამდე სულ მოსაცმელები მეცვა, იმიტომ რომ ანუ კულტურიდან გამომდინარე აქ მოსაცმელის გარეშე ვერივლი და ეხა გადავედი რაღაცა უფრო შიკ სტაილზე, მე განახებ და არ ვიცნობ მოსაცმელებს. შესაძლებელია, რა ვიცი, პრობლემა შემექმნას, არ ვიცი, შეიძლება არც, მაგრამ რომ რაღაც ამოღებული და რამე არ არის, მაგრამ საკმაოდ ისეთი შიკ სტაილი არის და დღეს განახებთ ამ ჩემს ჩასაცმელს და აუცილებლად კიდე დღეს გადავწყვიტე, რომ ძღოლის გარეშე წავიდე და სხვათა შორის ამას ხშირად მიმართავ ხოლმე, მაგრამ ეხლა უფრო ვფიქრობ, რომ უფრო მეტჯერ უნდა გავიდე ძღოლის გარეშე და რატო? ანუ ის ცხოვრების სტილი, რომელსაც ეხლა მე ვცხოვრობ, მე ყოველთვის ვაანალიზებ, რომ ეს არ არის ჩემი. ეს არის ჩემი ქმრის ცხოვრების სტილი, რომელიც არის ძღოლი, დიასახლისი, მოსამსახური და ასე შემდეგ. მე ყოველთვის არასდროს არ ვარდები რეალობიდან. კი, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ დავეწიო, მაგრამ მაგას ვერ დავეწევი მე ვერასდროს, მაგრამ ფინანსური შემოსავლით, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო მზად ყველაფრისთვის. აი მაგალითად
და მე თვითონ ჭურჭელსაც ვრეცხავ ხანდახან, მე თვითონ ვამზადებ კიდევაც ხანდახან და მანქანითაც მე თვითონ გავდივარ ხანდახან სუპერმარკეტშიც მივდივარ იმისათვის, რომ ანუ ამ ცხოვრების რიტმიდან მაინც არ ამოვარდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგონა, რომელიც ესეთ ცხოვრებას ცხოვრობს და მე რაღაც ხდება და ან იკარგება ეს ყველაფერი ან რაღაცას შემდეგ, ანუ მე საკმაოდ რთულია ხოლმე მათთვის უკან დაბრუნება. ამიტომ რეალობიდან მოწყვეტა არასდროს არ არის საჭირო და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. რეალობაში ვცხოვრობთ. მე თუ შემიძლია რომ ჩემ თავს მივცემ ძღოლით, დიასახლისიც, კარგი ჩასაცმელებით, ბრენდებით, სადაც მინდა წავალ, სადაც მინდა დავისვენებ, სადაც მინდა ვიმოგზაურებ, მაშინ არ არის საჭირო. მაგრამ, როდესაც ვიცი რომ მე ამას გულახდილად ვიძახი, ჩემ თავს ვერ გავუკეთებ, ანუ მაშინ უნდა ხანდახან უნდა გავაკეთო ხოლმე ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან ხშირად არის რომ ადამიანები უბრალოდ აფრენენ მერე, იმიტომ რომ როცა რაღაცა კარგს ეჩვევ, მერე ცუდში დაბრუნება ძალიან რთული კი არ შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის რეალობასთან ახლოს ვარ და არასოდეს არ მაქვს ის ილუზია, რომ რაღაცა სამუდამო არაფერი არ არის. დღეს შეიძლება მე ასე ვიყო, ხვალ შეიძლება მე თვითონაც ჩემეძლოს 9800 მძღოლის და დიასახლისის აყვანა, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე 100-ია შესაბამისად, ანუ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი რეალობიდან არ ამოვარდე და ხანდახან მაინც გავაკეთო ხოლმე ეს ყველაფერი. ასევე ძალიან აი იცით რა არის მე მაქვს დაწერილი ჩემი წიგნი რომელზედაც ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე რეკლამას და ვიძახი რომ გოგო წაიკითხეთ ეს წიგნი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის წიგნი ერთი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ სადაც ქალებს რომელსაც საკუთარი თავი გაქვთ საკარგული შეგეძლებათ რომ საკუთარი თავი დაიბრუნოთ მაგრამ რატომღაც ხდება ისე რომ ადამიანები წიგნებს არ კითხულობთ ყოველთვის გირჩევნიათ რომ აი ვიდეოს ვუყურო რაღაცას მოусმინო აუდიო წიგნებს მოусმინო აი ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელია ვერ ვხვდები როგორ შეიძლება რომ ფურცელთან ურთიერთობა არ გინდოდეს და არ გინდოდეს წაკითხვა გააზრება საკუთარ თავთან მუშაობა ძალიან ხშირად არის რომ ადამიანს რაღაცას ვუხსნი პირობებს ვუხსნი კონსულტაციას ვუკეთებ და ვერ ხვდება ნათქვამიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია და ერთ და იგივე შეკითხვას მისმევს რატო? იმიტომ რომ გონებარი დაჩლუნგებული. ამიტომ ყველას გირჩევთ რომ წიგნები წაიკითხოთ. ზოგმა ჩემი წიგნი უნდა წაიკითხოს, ზოგმა სხვისი წიგნი უნდა წაიკითხოს. ვინც წიგნზე დაინტერესდებით და გენდობება შეძნა, ონლაინ ვერსია მაქვს გოგოებო მხოლოდ. WhatsApp-ზე შეიძლება გამოგეგზავნოთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაიკითხოთ. ძალიან მარტივიანით არის, გასაგებიანითაა და საკმაოდ კარგი მაგალითებიც არის მოყვანილი, როგორ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. 59500600602 WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ და იქ შემიძლია გამოგეგზავნოთ ეს წიგნი. ფასი 30 ლარია აქვე დავძენ და პატარა საჩუქარიც მოყვება თან. საჩუქარზე მე იქ WhatsApp-ზე გაგესაუბრებით. იმიტომ რომ წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. გოგოებო, საკუთარი გონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტრიქონებს შორის წაკითხვა შეძლოთ და შეძლოთ გაანალიზება სად ხართ საერთოდ, რა ვიბრაციაზე ხართ. აქედან გამომდინარე, ეხლა აი ესე შემოგეჭარით. მე არასდროს არ მემზადები, მე ძალიან ესე პატოკავი გოგო ვარ, რა ნაკადი რომ მომდის ყველაფერს ვიძახი, რას რის თქმაც მინდა, როგორ გამოვიყურები, რამაც ვია და ასე შემდეგ, ვაფშე რანაირ მნიშვნელობა რა აქვს. ერთი სიტყვით ეხლა წავალ დავიძინებ და შემდეგ ვლოგს გაგიკეთებთ, უკვე ვნახოთ რა წიგნს ვიპოვი, რას ავარჩევ, სად დავჭდები. დღეს მინდა პატარა პროექტზეც ვიმუშაო, მე ამ პროექტზეც გაგაცნობთ გოგოებო, მე მგონი საინტერესო პროექტი იქნება თქვენთვის, ტრანსფორმაციული პროექტი, რომელშიც ყველა გოგონა ვერ მიიღებს მონაწილეობას, ძალიან არჩევით, მხოლოდ 5 ადამიანი მინდა რომ ავარჩიო და აი ამ ნაკადში ჩავსვა მათთვის, ვინცაც რეალური ტრანსფორმაცია უნდა და რეალური ვიბრაციების ამაღლება უნდა. იქნება 2 დღიანი სემინარი და იღრება ძალიან მიზერული თანხა იმისათვის, რომ შეძლოთ, რომ შემომეხმიანოთ, მაგრამ ვის ჩავსვა ამ პატოკში ეს უკვე იქნება ჩემი გადასაწყვეტი, იმიტომ რომ უნდა შევამოწმო და ვნახო გოგონას ვიბრაცია ემთხვევა თუ არა, იმ ვიბრაციებს, რა ვიბრაციებიც მიმჭირდება, რომ ეს ადამიანები ვიბრაციულად გავზარდო. აქედან გამომდინარე, აი ამის თქმა მინდოდა სულ წავალ ახლა დავიძინებ, გოგოებო, ძალიან მიხარია თითოეული თქვენთან გადის ლაიქი, კომენტარი, ცუდი კომენტარები, ჰეიტები, ყველაფერი, ვაფშე ყველაფერი შეგიძლიათ დაწეროთ. კარგები ხო უფრო მეტად გამისწორდება და გამიხარდება რა სიტყვებით ლაპარაკობ და ისა გამოწერებიც აუცილებლად გოგოებო, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ასევე მინდა გითხრათ, აბსოლუტურად უფასოდ.
აბსოლუტურად უფასოდ. მათთვის, ვისაც გოგოებს გაქვთ თქვენი ბიზნესი და გინდათ სტორიზე თქვენი ბიზნესის გასწორება ჩემთან, ასევე შეგიძლიათ აბსოლუტურად უსასყიდლოდ და უფასოდ შემიძლია რომ დაგისწოროთ თქვენი ბიზნესი, იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველა ქალს დავეხმარო. ფინანსურადაც, ემოციურადაც, პირადშიც და ვაფშე ყველაფერში, ასე რომ ამაზეც არ დაგზარდებით, ჩემო ძვირფას უნებო. კოცნით გეხვევით ახლა დროებით.